Bagmerts და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები აგვესულებინა სამთო ლიტურგია პირველ შეწირული ძღვენისა. დავზიარებული ყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა სისხლსა და ხორცსა უფლისა მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. მიილია პირველი კვირა დიდი მარხვისა და რასაც ალბათ უნდა ვაკვირდებოდეთ ჩვენს გულში ყოველდღიური ცხოვრება ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეულ კერპებს ქმნის. დღეს აი თეოდორე ტირონის პარაკლისი წავიკითხეთ და იქ იყო სიტყვები, რომ კერპთა საცდური დაარღვიეო. დღეს დღევანდელ ცხოვრებაში ეს კერპები აღარ არის იმას, რასაც ადამიანი ადრე კულტურულად იყო ესე, რომ მიდიოდა და გარკვეულწილად რაღაცას ხან ადამიანებს წირავდნენ კიდეც, სხვადასხვა ნივთებს, სხვადასხვა რამეს წირავდნენ კერპებს. დღეს კერპები უკვე არის სულიერი კერპები და ამ კერპებს ხო ქმნიან ადამიანები საკუთარ გულში, საკუთარ გონებაში. გარეთაც უამრავი კერპი არის, რომელიც ითხოვს ჩვენგან მსხვერპ შეწირვას, რის შეწირვას, საკუთარი გონებითი ძალების, საკუთარი დროისა, საკუთარი ენერგიისა. და აი ერთი კვირა ლოცვისა, რომელიც განილია, ალბათ ჩვენში უნდა მომხდარიყო მსგავსი რამ, რომ უნდა გადაფასებულიყო ზუსტად ეს კერპები. ანუ თუ ჩემს გონებაში ქრისტემ ჩაანაცვლა ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი თუნდაც კარგი საქმეც კი, რომელსაც მე ვაკეთებდი, თუ კი ამ ერთი კვირის განმავლობაში ვისწავლე მე ის, რომ რასაც ყოველდღიურად ვაკეთებდი, იმან გვერდზე გაიწია და ღმერთი, ქრისტე, მასთან ურთიერთობა, სინანულმა დაიკავა ჩემი გულის მდგომარეობა. აი ეს არის ერთი კვირის თავზე ჩვენი თეოდორე ტირონის ხსენების აღნიშვნაც და დღევანდელმა წმინდა წერილმაც, რომელიც მე-6 ჟამზე წაიკითხა ისაიას წერილი, აი მინდა წაგიკითხოთ რამოდენიმე მუხლი და რას გვასწავლის ჩვენ წმინდა ისაია. რამდენი ხნის უკან იყო წმინდა ისაია და თითქოს დღევანდელ დღეზე საუბრობდეს, თითქოს დღეს წერდას ვიღაცა, უყურებდეს დღევანდელ საზოგადოებას, დღევანდელ ადამიანს, სამყაროში მიმდინარე პროცესებს და თითქოს ამას წერდესო, აი შთაბეჭდილება დაგრჩებათ ესეთ. მესამე თავი არის დღეს პირველიდან 14 მუხლის ჩათვლით იყო, მაგრამ მე ყველას არა, პირველ რამოდენიმე მუხლს წაგიკითხავთ. ანუ ასე ეუნება ის მიმართავს ისრაელს და ისრაელთა ერი, იცით თქვენ რომ დღეს ახალი ისრაელი ეს არის ეკლესია ქრისტესი, სადაც შედიან არა მხოლოდ ისე იგი ეროვნებით ებრაელი ადამიანები, არამედ ყველა ვინც აღიარებს, რომ იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა, აი ყველა ის ადამიანი არის ახალი ისრაელის წევრი და ახალი იერუსალიმის წევრი. და ამას ამბობს, რადგან უფალის საბაოდ აცლის იერუსალიმს და იუდას საყრდენს და დასაყრდენს, ყოველგვარ პურის საყრდენსა და ყოველგვარ წყლის საყრდენს. ანუ აი საყრდენების გამოცვლა არის. დღეს წეღანაც გითხარით მე და ვიმეორებ, რომ გამოგეცალათ საყრდენები, რაზეც აი ამ წუთის სოფელში ეყრდნობა ადამიანი, გამოიცალე საყრდენები და ქრისტეა გახდა შენი დასაყრდენი, ქრისტეს მცნებები, ანუ ღმერთთან ერთად ყოფნა, ცოდვების დატევება, საკუთარი თუნდაც ამ ბინძურ გულში ჩასვლა და გადაწყვეტა იმისა მაინც, რომ ეს ბინძური გული დასალაგებელი არის, თუ ისევ ეს გული დავტოვე ისე როგორიც არის და ისევ ამ ჩემ გულს ვემყარები, ისევ ეს გული არის, რომელზეც რა ვქნა, ისე იგი ეს არის, ეს ვარ მე, ანუ ვაიგივებ საკუთარ თავს ამ ჩემ გულთან და ეს საყრდენი ისევ დარჩა და აი თითქოს ისაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ იერუსალიმი წერია ასე უფალი საბაოდ იერუსალიმსო და იერუსალიმი ყოველი ადამიანი არის. ადამიანის გულს ნიშნავს, ეს ადამიანს ნიშნავს წმინდა მამათა განმარტებით და აი საყრდენებიო, უფალიო გამოაცლისო ყველა საყრდენსო და თითქოს აი ღმერთი მზად არის იმისთვის, რომ ჩვენ ეს საყრდენები გამოგვაცალოს. საყრდენები, რომელიც ვნებას, ცოდვას, ყოველდღიურ ჩვენ ისე იგი დამოკიდებულებებს ადამიანების მიმართ, ჩვენს განწყობას
განწყობებს ადამიანის მიმართ, ჩვენს უკვე ჩვევებს და თვისებად ქცეულ უკვე ჩვენს ჩვევებს, რომელიც ჩვენს გულში არის. აი ამას თუ გამოვიცლით საყრდენად, აი ეს არის მარხვის თავარი ასპარეზი და ანუ იძახის უფალი რომ გამოაცლის იერუსალიმსა და იუდას საყრდენს ყოველგვარ პურისას და წყლისა. პური და წყალი ეს არის პური როგორც მტკიცე, ისე იგი ეს არის ჩვენი სხეული, წყალი კი ეს არის ადამიანის სული. ანუ ადამიანის სულს და ადამიანის სხეულს გამოაცლის ყველა საყრდენს. ანუ იმ საყრდენს, რაც ამ წუთის სოფელში მოიწყო ადამიანმა. და ნახეთ რას იწახის, რას წაართმევს ადამიანს, რა არის ეს? მამაცსა და მებრძოლს. ანუ ადამიანი ეს სულის ენერგიები ჩათვალეთ, მარტო იმას ნუ ჩათვლით, რომ ერზეც არის ეს ლაპარაკი. დღეს დღეს ჩვენს ერს რა აკლია? მამაცი ადამიანები და მებრძოლი ადამიანები არა საკუთარი აზრებისთვის, არამედ იმის ღვთისთვის მებრძოლი ადამიანები. ანუ მამაცსა და მებრძოლს წაართმევსო, საჯულსა და წინასწარმეტყველს წაართმევს. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ ვართ. ნახეთ, მამაცი, მებრძოლი, რომელიც ადამიანის საკუთარი გულისთვის იბრძვის და მსაჯული. სანამ უფალი იძახის რომ სანამ ჯერ კიდევ მისასვლელი ხარ მსაჯულთან, წინამოსაჯულთანო, გაარკვიე შენი საქმეო და წინამოსაჯული რა არის? ჩვენი სინდისი არის. და ამიტომ ჩვენ საკუთარი თავის მსაჯულებიც არა ვართ. ჩვენ უფრო მეტად სხვისი მსაჯულები ვართ, ვიდრე საკუთარი თავის მსაჯულები და ეს ძალად წართმეული გვაქვს. ბრძოლი მამაცის ძალად წართმეული გვაქვს. ბრძოლის ძალად წართმეული გვაქვს საკუთარ ცოდვასთან. მსაჯულები არა ვარ და საკუთარ ცოდვას არ გამსჯით. წინასწარმეტყველის სული არ არის ჩვენში რომ მივხვდეთ, ამას წინათ მე გესაუბრეთ რომ მივხვდე რა არის ჩემი გულის მდგომარეობა და რა გამომიყვანს მე. წინასწარმეტყველება ხშირად ადამიანს გონია რომ წინასწარ უნდა თქვა რაღაცები რა მოხდება. ეს არ არის. ეს არის წინასწარმეტყველური სული, ეს არის ჩემში არსებული, რომელიც მე მეუნება რომ თუ კი შენ არ შეინანებ, იცოდე შენ დაისჯები ამის გამო. თუ კი შენ არ შეინანებ, ეხლა შენ აუცილებლად ტკივილი მოგადგება. აი ეს არის წინასწარმეტყველური სული, რომელიც ადამიანში უნდა მოქმედებდეს და მოაზროვნესაო და უხუცეს. მოაზროვნე ნიშნავს რომ ადამიანს ჩვენ ხო საერთოდ ქრისტიანული აზროვნებისა ბევრჯერ მithქვამს რომ ჩვენი აზროვნებას და ფიქრები ამ წუთისეული ფიქრები არის. იქ ამ წუთისოფელმა როგორც ერთმა, ისე იგი ყველაზე დიდმა ათეისტმა გერმანელმა ფილოსოფოსმა თქვა ნიშემ, ღმერთი მოკვდაო. ღმერთი იცი თქვენ რომ ზეცაში კი არ მოკვდაო, ეს კი არ თქვა. არამედ საზოგადოებაში ღმერთი მოკვდა. რატო? იმიტომ რომ ღმერთი და მისი მცნებები აღარ არის გამსაზღვრელი ადამიანების ღირებულებებისა და ფასეულობებისა და მათი ყოველდღიური ცხოვრებისა, მათი ერთმანეთთან ურთიერთობისა, სამყაროსადმი დამოკიდებულებისა და მათი შინაგანი მოწყობისა. ღმერთი მოკვდა, იმიტომ რომ ადამიანებს ღმერთი აღარ ახსოვთ. ადამიანებს აღარ უნდათ ღმერთთან ერთად მოაწყონ საზოგადოება და საკუთარი შინაგანი მდგომარეობა. და ისე იგი უხუცეს მოაკლებს, ან უხუცესი რა არის? სიბრძნე არის. უხუცესი ადამიანი მე ბევრჯერ მithქვამს, როგორ აკლია ჩვენ ერს, აი ესეთ ჭაღარათმიანი ბრძენი ადამიანები რო იყვნენ ხოლმე, რომელთაც შეეძლოთ ჩვენთვის გაეზიარებინა ცხოვრებისეული გამოცდილება. აი შფოთში რო ხარ და რაღაცა რო გონია რომ რაღაცა დაგემართას იმაში, ისე იგი შენს ცხოვრებაში და რო გონია რომ გამოუვალი არის სიტუაცია და უცებ ვიღაცა ისეთი გონიერი ადამიანი, შვიდი ადამიანი, კარგი ისეთი როგორ გითხრათ იცი, აი ჭაღარათმიანი კაცი, ქალი, ქალბატონი, რომელიც გეტყვის არაუშავს შვილო, არაფერი არ არის ეს, ესეთი რაღაცები ხდება, ასეთი რაღაცები მომხდარა და გეტყვის იმ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომლითაც შეიძლება ადამიანი გამოხვიდე აქედან და მოკლედ წარჩი, ანუ უხუცესაც წაართმევსო და თავარი რა არის? ნახეთ, მრჩეველს წაართმევსო ერს და აქ წერია კიდე როგორი რაღაც იცით, დახელოვნებულ ხუროთ მოძღვარს. ანუ იმას ვისაც შეუძლია ააწყოს საკუთარი აი ესეთი ტერმინი გვაქვს მართლმადიდებლებს უბიწოება. რას ნიშნავს იცით უბიწოება? ეს არის როდესაც ადამიანის ანუ ერთი შეხედვით თითქოს ნიშნავს იმას რომ ადამიანი უბიწო ცხოვრობს, არანაირი ხორციელი ესეთი ვნებითი ცხოვრება არ აქვს და უბიწოება უფრო ისე იგი ფართო მცნება არის და ამას უდგება მრთელცნობიერება. რას ნიშნავს მრთელცნობიერება? რომ ადამიანისთვის გონება, გული და მთელი სულის ძალები და სხეული არის მოწყობილი და დინამიურად მუშაობენ. ანუ სული არის ზემოთ,
ქვედა ნაწილში არის შემდეგ ადამიანის აზროვნება და უფრო ქვემოთ არის ეს ყოველდღიურ ინსტინქტები, რომელიც ადამიანს გააჩნია, მაგრამ თუ კი ადამიანი უკუღმა დადგება და სხეული მაღლა დადგება, თუნდაც ინტელექტი დადგება მაღლა და სულის თვისებები კი მოიქცევა დაბლა, ესეთი ადამიანი არის, ანუ ბიწიერი ადამიანი ქვია, მაგრამ უბიწო ადამიანი არის, რომელიც ამოატრიალებს ამას და მისი გონება მოექცევა სათავეში, მისი სულის ძალები მოექცევიან სათავეში და ისინი განსაზღვრავენ ყოველდღიურად მის ცხოვრებას. ეხლა ვსვავთ კითხვას, შემდეგ აღარ გავაგრძელებ, რომ დიდად ისე იგი დაგაყოვნოთ და მინდა გითხრათ ერთ რაღაცაზე, ეს კერპები უნდა დაიმსხვრეს. აუცილებლად უნდა დაიმსხვრეს ეს კერპები ჩვენში, რომ ახალი საღვთო მადლისმიერი ღვთისმცნებების ყანა მოიზარდოს ჩვენს გულებში, რომ ჩვენ შევძლოთ აი ამ ყანაში ყოფნით, მოკლედ სიხარული პოვოთ ღმერთთან ერთად, ისე იგი მისი დამუშავებით, ღმერთთან ერთად მისი ნაყოფების, ესე რომ ვთქვათ, სიხარულის ხილვით. აი გაზაფხულის დრო არის და თითქოს აი როგორც ხედავ, რომ თოვლი და სიცივე, რომელიც თითქოს თელ ზამთარში შემოტანა სხეულში, ესე იგი გამჯდარია ეს სიცივე, სამყაროში, მიწაში, გაყინულია მიწა, ისე იგი შეციებულია ადამიანის თითქოს, ხო, მაგრამ ვაკვირდებით ისე იგი გაზაფხულის დროს, რომ სიცივე უკვე ძალას კარგავს. ნელ-ნელა ძალას კარგავს სიცივე და ამოდის მზე და უკვე მზეს უკვე სითბო გააჩნია, მზეს უკვე საოცარი ადრეც ამოდიოდა მზე ზამთრის პერიოდში, მაგრამ თითქოს ძალა არ ქონდა, მაგრამ ეხლა საოცარი ძალა აქვს ამ მზეს და ათბობს უკვე სამყაროს, ათბობს ადამიანსაც და ასევე არის სულიერი ცხოვრებაც. ეს სულიერი ზამთარი გადადის ეხლა ადამიანში, ჩვენში უნდა გადადიოდეს სულიერი ზამთარი და ესეთი სულიერი გაზაფხული უნდა დგებოდეს, უნდა ირღვეოდეს აი ეს გაყინული ჩვენში არსებული კერპები და როგორ დავამსხვრიოთ? ხშირად გვეუბნებიან ხოლმე ადამიანები, რომ აი მამაო, კი ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ ესე უნდა გავაკეთოთ, ესეთები უნდა ვიყვეთ, ანუ კარგები უნდა ვიყვეთ, იმას უნდა ვაკეთებდეთ ამას და როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი და მე მინდა იმ მცირეოდენი ამ კერპთა მსხვერვის ჩვენში არსებული ცოდვის, რომელიც ჩვენში არის, რაღაცა პატარა მექანიზმი გითხრა და მცირე-მცირედ ნაბიჯ-ნაბიჯს გავიაროთ, რომ საბოლოო ჯამში როგორ უნდა დაამსხვრიოთ ცოდვისა და ვნების კერპი, რომელიც ადამიანში მოკლედ არის. ამაში ხელი შეგვიწყო ჩვენ ამ ისე იგი საოცარ მდგომარეობის მიღწევაში ანდრია კრეტელ ეპისკოპოსის ამ კანონმა, რომელმაც ისე იგი მიმოიარა ჩვენი გულის მთელი კუთხე კუნჭულები, მიმოიარა ჩვენი გონების მთელი კუთხე კუნჭულები, მიმოიარა ჩვენი სხეული, ისე იგი ეს სხეული, რომელიც მოკლედ ითხოვს ყოველდღიურად ამ წუთის ოფლისაგან და ჩვენგან გარკვეულ მოკლედ ისე იგი ვნების დაკმაყოფილებას და ცოდვის დაკმაყოფილებას და აი ახლა მე მინდა გითხრათ, მცირეოდენი რა გზა უნდა გავიაროთ, რომ ადამიანმა საბოლოო ჯამში შეძლოს კერპების დამარცხება. პირველი რაც არის, რატომ ჩდებიან ეს კერპები ადამიანში და რატომ არის, რომ ჩვენში აი ისე იგი ამოიზრდება ის და ისე, რომ ჩვენც ვერ ხვდებით ამას, რომ ეს ასე არის. პირველი რაც არის, ეს არის ადამიანის დაუდევრობა, ადამიანის სიზარმაცე, ადამიანის უპასუხისგებლობა. აი გახსოვთ იმაში რო არის ეფრემასურის ლოცვაში, უქმობის სული. ადამიანი უქმობის სულით არის შეპყრობილი და როდესაც ადამიანი ისე იგი უქმობის სული შეეპარება ადამიანს გულში და ის სულიერ ცხოვრებაში და მის სულიერ ისე იგი თვისებებს არ აქცევს ყურადღებას, შემდეგ ხდება ასეთი რაღაცა, რომ ჩვენ იცით დღეს აი იყო პირველ შეწირულის ლიტურგიაზე კათაკმეველთა პირველ კვერეგში არის, რომ იქ არის მოხსენიებული ჩვენი ხუთი გრძნობის ორგანო. ეს არის ჩვენი ხედვა, ეს არის ჩვენი ყნოსვა, ეს არის ჩვენი გემოსხილვა, ეს არის ჩვენი სმენა და ეს არის ჩვენი ისე იგი ხელები, შეხება, რომლითაც ჩვენ სამყაროს შევიმეცნებ და აი როდესაც ეს დაუდევრობის გამო და უყურადღებობის გამო ეს ხუთი გრძნობის ორგანო ვერ გაიგებ, რას უყურებს, რას ისმენს, რას ჭამს და რას ლაპარაკობს ზოგადად, ხო, რას ყნოსავს, ანუ აი რა არის მისი ყოველდღიურობა და რას ეხება ადამიანი, ამიტომ ადამიანი ზარმაცი ადამიანი ნიშნავს, სულიერად ზარმაცი უქმე სულის მყოფი ადამიანი ნიშნავს, რომ ამ ჩვენ ხუთ გრძნობის ორგანოს ყოველთვის უყურადღებოთ უყურებთ. აი რა წამს ჩვენ უყურადღებოები ვართ ამასთან დაკავშირებით, ეს ორგანოები არიან დაუცველები. ისინი ეხებიან, უყურებენ, უსმენენ და ასე შემდეგ, როგორც თქვით, ნებისმიერ ამეს.
სიბილწეს უსმენენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მას არ ჭირდება და აი როგორ გითხრათ, იცით, აი ეს ჩვენ ხუთგრძნობის ორგანოს სამშენებლო მასალა შემოვა გარედან, ესე რომ ვთქვათ და ჩვენს გულში აშენებს, როგორც ბაბილონის გოდოლი შენდებოდა, ეს აშენებს სხვადასხვა კერპებს და სხვადასხვა ცოდვებს. და ყველაზე მთავარი, რომელ კერპს აშენებს, ეს არის ეგოიზმის კერპი, როდესაც ადამიანს, ფიქრობს, რომ მან ის განსაზღვრავს და ის არის ყველაფრის შემეცნებელი, ის არის ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს რა არის ცუდი და რა არის კარგი, რა არის ბოროტი და რა არის კეთილი და ამიტომ პირველი ნაბიჯი ეს არის, რომ თუ კი ჩვენ არ გვინდა რომ კერპი აშენდეს ჩვენს გულში და თუ კი ჩვენ გვინდა რომ აშენებული კერპები დაირღვეს, ეხლა მაინც უნდა დავიწყოთ უქმობის სულისაგან გამიჯვნა და ყურადღება უნდა მივაქციოთ საკუთარ სულიერ მდგომარეობას. და თუ კი ჩვენ სულიერ მდგომარეობას მივაქცევთ ყურადღებას, ეს პირველი ნაბიჯი არის ჩვენი ხუთი გრძნობის ორგანო, რითიც ჩვენ სამყარო შევიმეცნებთ, ამასთან ვიყვეთ აუცილებლად ყურადღებით. ვიცოდეთ, თვალი მოვარიდოთ, ყური მოვარიდოთ, ისე იგი ლაპარაკი ბევრი მოკლედ ჭამას, გემოთ მოყარეობას, ისე იგი მივხედოთ, არ ვილაპარაკოთ ბევრი და ისე იგი არ შევეხოთ და არ მივიდეთ ისეთ ადგილებზე, სადაც ეს ბაბილონის გოდოლი ისევ აშენდება ადამიანის სულში და როდესაც ადამიანი ამ ხუთი გრძნობის ორგანოს არ იცავს ადამიანი, ხო? ესენი აუცილებლად იზიდავენ პირდაპირ აი ამ ცდუნებებს. ეს ცდუნებები აუცილებლად ახლო დგებიან. მე ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის, რომ აი ყოფილა ასეთი შემთხვევა, მე მაგალითად მარხვა ხო დაიწყება, მარხვამდე თითქოს აი არაფერი არ ხდება, არსად არავინ არ გეძახის, არავინ არ გიბრაზდება, საყვედურს არავინ არ გეუნება, თითქოს აი შვიდათ მიდის ყველაფერი, მაგრამ დადგება თუ არა მარხვის ჟამი, სადაც თქვი რომ ადამიანი იწყებ ყურადღებით ცხოვრება საკუთარ გრძნობის ორგანოებთან, აი ზუსტად მაშინ გამოჩნდებიან ადამიანები, ხდება მოვლენები, რომლებიც აუცილებლად ცდილობენ რომ ამ ხუთი გრძნობის ორგანოს, რომელიც თავისთავად დაჩვეულია ამ რაღაცა, ისე იგი საცდურების მიღებას და საკუთარ გულში შეტანას და შენეუნები, ეხლა აღარ შეიტანო ეს გულში, აღარ მინდა რომ შეიტანო. აი შენ რომ ამას გადაწყვიტავ, მერე უკვე ძალადობა მოდის გარედან. ვისი ძალადობა? ბოროტის სული უკვე იწყებს ადამიანზე ძალადობას და ხო გეუბნებით, ისეთი ვიღაცა გიმხედრდება, ისეთი ვიღაცა გაგლანძღავს, ისეთი ვიღაცა გეტყვის ისეთ რამეს, რომ იტყვი, ისეთი ვინმე შემოგთავაზებს ისეთ რამეს, რომ გაოცებული დარჩები, რომ იმას, რასაც შენ შეიძლება ცოდვას, ნახე ცოდვას მიელტოდი და გინდოდა რომ ეს ქონოდა. გინდოდა რომ ეს ქონოდა, რომ ეს მინდა მე. ან ვიღაცა ადამიანთან ურთიერთობა, ან გარკვეულწილად რაღაც აი ვნება რო აქვს ადამიანს, რომ უნდა რომ ეს გააკეთოს და თავისთავად, როდესაც გადაწყვიტავ ადამიანი, რომ ეს არ გინდა უკვე, მანამდე შენ თვითონ ეძებ, მანამდე გინდა რომ კონდეს, მაგრამ არ გეძლევა. მანამდე გინდა კონდეს და აი ამ დომაში, როგორც უძღები შვილი, აი ესე მოკლედ დადიხარ და ეძებ ამ ცოდვას და სიამოვნებას, მაგრამ ეს სიამოვნება არ გეძლევა. მაგრამ აი რაწამს მარხვას გადაწყვიტავ, რაწამს უკვე იტყვი, რომ ჩემი ხუთი გრძნობის ორგანო ეხლა უნდა თავშეკავებულად წარმართო, აი მაშინ გამოჩნდებიან ზუსტად ადამიანები და ზუსტად ის ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ, ნახეთ, არა მხოლოდ ის, რომ თვითონ შეიძლება შემოგთავაზოს, თვითონ შეიძლება გითხრას ამ სამყარომ თვითონვე შეუძლია გაგიხსნა შე, რომ აჰა, ამდენი ხანი რო გინდოდა, სად იყავი, აგერ აქვე არის ეს. აი ეს არის, ნახეთ, აი და მე ბევრჯერ მithქვამს, რომ სარწმუნოებაში ადამიანები ეძებენ ხშირად სასწაულებს, ხშირად რაღაცა სულიერ კანონებს, აბა ღმერთი გამომეცხადოს და მითხრას, რომ აგერ აქავა რომ ვირწმუნო. ეს სულიერი კანონი არის. თუ კი შენ იმას, რასაც ეძებ, შენ თვითონ არ გეძლევა რაღაც პერიოდში და როდესაც გადაწყვიტე, რომ ეს უკვე აღარ გინდა, გადაწყვიტე, რომ ეს უკვე შენ უნდა იცხოვრო ამის გარეშე, მიხვდი საკუთარ გონებაში, ქრისტემ, ღმერთმა დაგეხმარა, რომ ეს არ გჭირდება, აი მაშინ, როდესაც თვითონვე გთავაზობენ ამას, აბა რა არის სხვა? თუ კი ეს ღმერთის არსებობა არ არის და თუ კი ეს ბოროტის სულის არსებობა არ არის, თუ კი ეს სულიერი კანონის აღსრულება არ არის და თუ კი ეს სულიერი კანონის არსებობაზე არ მეტყველებს და თუ კი შენ ამას ამდენს ვერ ხვდები ადამიანი, ხო და შენ მაინც და მაინც ეძებ იმას, რომ ხაცმირონი უნდა წამოუვიდეს, რაღაცა ისეთი მოვლენები უნდა მოხდეს, თუმცა თუ გული გაქვავებულია, შენ არც ის მოგცემს სარწმუნოებას, გინდა ხაცმირონი წამოუვიდეს და გინდა ყდრეთით აღდგეს ვინმე, იმასაც კი არ დაიჯერებ, იმიტომ რომ სარწმუნოება არ არის რაღაცა
ისეთი, რომელიც უცებ გეძლევა ადამიანს სარწმუნოებრივ ცხოვრებას, ყოველდღიური ძალდატანება ჭირდება და ყურადღებით ცხოვრება ჭირდება სულიერ ცხოვრებაში. და ამიტომ, როდესაც სურვილი ადამიანისა ეს არის უყურადღებო და როდესაც უკვე შენ თითქოს მოდუნებული ხარ ადამიანის, შემდეგ ამ სურვილის აღსრულების ნაბიჯს დგავ. აუცილებლად გადადგავ ადამიანი. აუცილებლად გადადგავ და შემდეგ, როდესაც გადადგავ ამ ისე იგი ნაბიჯს, შემოდის შემდეგი. ყველაზე მთავარი ნაწილი, როდესაც დაეცი უკვე ადამიანი, დაეცი უკვე ცოდე, დაეცი და ვეღარ დგები თითქოს ფეხზე, შინაგანად უკვე ხვდები, რომ წაქცეული ხარ და ორი გზა გაგაჩნია აქ. ერთი გზა, სადაც ღმერთი გეძახის, რომ მოდი, შეინანე, არაუშავს, ისევ შეიძლება რომ ფეხზე წამოდგე და მეორე ყველაზე მეტად თუკი ადამიანმა სულიერი ცხოვრება არ იცის, ვარდება აუცილებლად ამ პარტავნულ სირცხვილში. სირცხვილი მოიცავს მას. ნახეთ როგორ არის. ბოროტის სული, როდესაც შენ გინდა ვნება არ გაძლევს, მაგრამ როდესაც შენ გადაწყვიტე რომ უკვე აღარ გინდა, მაშინ გაძლევს და შენ ამიტომ სულიერი ძალა არ გაქვს და შენ მას უკვე ასრულებ და ენით იქნება, საქმით იქნება, ადამიანი ამ ვნებას იკმაყოფილებ და შემდეგ, როდესაც უკვე დგები მიჯნაზე, დაცემული უკვე, წაქცეული, რა გავაკეთო ეხლა? ორი მდგომარეობა არსებობს. ღმერთისა, რომელიც გეძახის, რომ შეინანო, მაგრამ ეს ნაწილი ძალიან ცოტაა შენში, იმიტომ რომ ღმერთი მკვდარია თითქმის შენში ბაბილონის გოდოლია, არაერთი მხოლოდ, არამედ მრავალი გოდოლი არის აშენებული და ესენი ფარავენ ღმერთს და არ აღებინებენ ხმას, მაგრამ რაღაცა გარკვეულ მცირეოდენი სინდისის ხმა ყურში მაინც ჩაგესმის, მამა გიორგი, ხო არ შეინანებ, მაგრამ აქ შემოდის მეორე მძლიერი, ეს კერპები თავისას ხმაურობენ და ისინი ყვირიან და გეუნებიან, რომ რა უნდა შეინანო, ამ პარტავნულ სირცხვილში გაგდებენ. სირცხვილია, რამდენჯერ უნდა დაეცე, სირცხვილია ქრისტიანი ადამიანი ესე როგორ უნდა წაიქცე, სირცხვილია როგორ შეიძლება შენ ასე ცხოვრობდე და ეს ამ პარტავნული სირცხვილი მოიცავს თავისთავად ადამიანს და ამ პარტავნული სირცხვილი, ნახეთ, თუ ადამიანი ამას დაყვა და თუ ადამიანმა ეს კერპი, მთავარი კერპი ვერ დაძლია, შემდეგ აუცილებლად გადადის რაში, იცით? ხელმეორედ იგივე ცოდვას ჩადის ადამიანი და არა მხოლოდ იგივე ცოდვას. ბოროტის სული ცდილობს, რომ ბოლომდე გაანადგუროს ადამიანი და სხვადასხვა გვარ, თუ კი რამ ადამიანს თვითონ არ მოწონდა, ნახეთ, ხო არის ვნებები და სურვილები, რომელიც ადამიანს უნდა და თვითონ ვეძებს, მაგრამ თავს იკავებს. მაგრამ არის ვნებები და სურვილები, რომელიც ჩვენ თვითონვე გვეზიზღებოდა და არ გვინდოდა და ბოლომდე რომ გაგანადგუროს ბოროტმა სულმა და ზედ გაიწმინდოს შენზე ფეხები და შენი ხატება და მსგავსება ბოლომდე დააგდოს ძირს, რას აკეთებს ის? იმასაც კი ჩაგადედინებს, რომელიც შენ თავის დროზე გეჯავრებოდა. ამიტომ ამ პარტავნული ესეთი ადამიანის სირცხვილი, რომელიც ადამიანში შემოდის ამ ცოდვის, არა მხოლოდ გარეთ აღიარებისა, არა მხოლოდ იმისა, რომ მოძღვართან მივიდე და ვთქვა, ეს არა მხოლოდ, არამედ საკუთარ თავთან მაინც ვაღიარო, რომ მე ეს ცუდად გავაკეთე და დავეცი და ეს იყოს მასწავლებელი ჩემი წამოდგომისა, არა, ადამიანი ჯიუტად, ისე იგი ეს ამ პარტავნული სირცხვილი იპყრობს მას და ცოდავს. კიდე გეუბნებით, არა მხოლოდ იმას, რაც მას სურდა და ამაზე ხო ეცემა, იმიტომ რომ ეს ისედაც სურდა, არამედ ის, რაც არასოდეს მიფიქრია და ისიც კი, რომელიც მეჯავრებოდა, იმასი ჩადენასაც კი იწყებს ადამიანი, იმიტომ რომ ბოლომდე დაეცეს და ბოლომდე წაიქცეს. და ახალი დანაშაულებები შობენ რას? ამას დაუკვირდით ძალიან. როდესაც უკვე ამ მდგომარეობაშია ადამიანი და უკვე ბოლომდე წაიქცა და ბოლომდე არის, თითქოს ბოროტმა სულმა ფეხები გაიწმინდა მასზე და დაცემულ მდგომარეობაში არის, ამ დროს ადამიანი ცდილობს იმას, რომ უკვე ეს თავისი მდგომარეობა დამალოს. იწყებს ამ თავისი მდგომარეობის დამალვას და რატომ? იმიტომ რომ ეს აღარ გამოვიდეს გარეთ და ხალხმა მაინც არ გაიგოს როგორი ვარ სინამდვილეში. შემდეგი ნაწილი, როდესაც უკვე ადამიანი რას ცდილობს? წაიქცა, დაეცა, ამოთხრილია ბოლომდე, მაგრამ
ცდილობს რომ ეს გარეთ არ გამოიტანოს და ხალხმა არ დაინახოს ეს, ანუ ხალხში მაინც შეუნარჩუნდეს მას გარკვეული მდგომარეობა და სახელი, რომელსაც ის ატარებს. აი ამითი ბოლო-ბოლო საბოლოო ჯამში ბოროტისული იპყრობს ადამიანს ბოლომდე და თითქოს აი ამ მდგომარეობაში რჩება. და ამიტომაც არის დღეს ბევრი იძახიან ხოლმე რომ აი მოძღვარი რატოა საჭირო და ეს მღვდლები რატო ხართ, აი ნახეთ, ერთადერთი ნათელი წერტილი, ვისაც კი შეუძლია აი ეს მდგომარეობა გადატეხოს შენში, რაღაცა გარკვეული სიტყვით, ხილებით შეიძლება, გარკვეულწილად სითბოთი და სიყვარულითაც, რომლითაც მერე შენ თუ კი მიხვდები სასულიერო პირი გიღებს და გესაუბრება და გეუნება რომ მიუხედავად იმისა რომ მიწასთან ხარ თითქოს გასწორებული, შენ ფიქრობ და გონია ასე, მიუხედავად იმისა რომ შენ გონია რომ ღმერთი შენ აღარ გეურთიერთობება და თითქოს შენსა და ღმერთს შორის დიდი ნაპრალია გაჩენილი, თითქოს აი ეს სასულიერო პირი, კარგი სულიერი მოძღვარი, რომელმაც თვითონ იცის ეს გზა თვითონ აქვს გავლილი, ეს ცოდვითი გზაა, ეს დაცემების გზაა, წამოდგომების გზაა, ეს ყველაფერი გავლილი აქვს, თითქოს გეუბნება, წამოდი, ერთად დავიწყოთ ხიდის მშენებლობა შენსა და ღმერთს შორის გაჩენილი დანახეთ გზე და ასე ადამიანი თითქოს იწყებს წამოდგომას. რატომ? ნახეთ, თუ კი მე შევიპყარი იმით, რომ ვინმე არ გაიგოს ეს, მე რო ამ მდგომარეობაში ვარ, ვიღაცა მჭირდება ადამიანი, ვისთანაც ერთთან მაინც გავბედავ და ვიტყვი რომ იცი რა, მე ესეთი ვარ, ვეღარავისთან ვერ ბედავ, იმიტომ რომ შეპყრობილი ვარ. ადამიანი არის შეპყრობილი, რომ არავინ არ გაიგოს ეს მდგომარეობა და უცებ გამოჩნდება ადამიანი და ყურში ეჩურჩულები და ეტყვი რომ კი, მე უბრალოდ უფალთან თითქოს ეს დაშორება და დანახეთქი და ნაპრალი მაქვს, მაგრამ მამაო, გევედრები შენ რომ გთხოვ, მოდი ერთად გავიაროთ ეს გზა, რომელიც მოკლედ არის ჩემი წამოდგომისა და აი აქედან გამომდინარე ეს ცოდვის დამალვის სურვილი შემდეგ უკვე ეს მდგომარეობა შობს ადამიანის სულ თუ კი არ მიხედა ამას, ადამიანმა მერე უკვე არის შემდეგი ეტაპი, გაქვავდება. აი გულქვა ადამიანიო, რო იტყვიან ხოლმე, ადამიანი ჩაიკეტება თავის ამ მდგომარეობაში და გაქვავებული არის. თითქოს საკუთარ აი ამ კეთილ სურვილებს, სიკეთეს, ადამიანებისადმი კეთილ განწყობას, ადამიანებისადმი რაღაცა ის რაც ბედნიერებას და სიხარულს ანიჭებდა, ამაზეც კი უარს იძახის, ანუ ქვავდება ადამიანი თავიდან ბოლომდე. აღარაფერი სასიკეთო, აღარაფერი ნორმალური, აღარაფერი ღვთისთვის სათნო აღარ აღწევს ადამიანის გულში და აი ესეთი გაქვავებული გული აქვს ადამიანს შემდეგ და აი ამ გაქვავებული გული უკვე გძნო, ანუ შობს თავიდან ბოლომდე უკვე რას იცით, უკვე გული ხო გაქვავდა და ეს გრძნობის ორგანოები რაც გითხარით, რითიც კიდე ადამიანს შეეძლო ეთამაშა თითქოს გარეგნულად რომ აი მე რაღაცა გჭირდება, აი ავიღე და მოგიტანე, რაღაც აი ესეთი თვალებით შემოგხედე, ან რაღაცა გითხარი, ადამიანი ხდება საბოლოო ჯამში საერთოდ უგრძნობელი ადამიანი ვინ არის? აი საერთოდ ინდიფერენტული, არ მაინტერესებს არაფერი, ვინ როგორ ხართ, რანაირად ხართ, იმიტომ რომ ჩაკეტილი, შეპყრობილი, შიგნით გული უკვე გაქვავებულია და ეს გაქვავებული გული ნელ-ნელა აქვავებს დანარჩენ ყველაფერსაც, ყველა მის სხეულის ორგანოს პირობითად და ის მისი სულის ძალები მთლიანად ქვავდება და ეს აღირიცხება იმაში, რომ ადამიანი მოშვებული, ადამიანის აღარაფრის კეთება არ უნდა, რო უთხრა საკუთარმა მშობელმა რომ მომეცი ის მომაწოდე, ამის გაკეთებაც კი არ უნდა ადამიანს. რატო? იმიტომ რომ ადამიანი არის უკვე აი აღარაფრის კეთების სურვილი არ აქვს, ანუ გაქვავებულია, უგრძნობელი არის ადამიანის აი ეს ყველა გრძნობის ორგანო, რაც თქვით. და გამოსავალი რა არის? ვამთავრებთ ამის. ერთადერთი გამოსავალი არის ქრისტე რას გვეუბნება? იყავით ნამდვილები. ანუ ნახეთ რას გვეუბნება, ნამდვილი იყავით, იმიტომ რომ მე ნამდვილი ვარ. ქრისტე იყო ნამდვილი და ქრისტესთან მისვლა შესაძლებელია, ნახეთ, მხოლოდ და მხოლოდ თუ კი ვიქნებით ნამდვილები, თუ კი ვიქნებით აი გულწრფელები. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ უფალო, შენ ხარ ნამდვილი და შენთან რომ მოვიდე ვიცი რომ მეძავი შეიწყნარე, ავაზაკ 64-ის კარი გაუღე, ყველანაირი ცოდვა, ყველა საპატიე ცოდვა არ ჩამდგარა შენსა და ცოდვილ ადამიანს შორის და შენ მათ ყველას მიუტევე მხოლოდ და მხოლოდ ვის რა მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ისინი ვინც ნამდვილები გახდნენ, იმათ ვინც შეძლესო თქვენსო იცი რა, უფალო, ცოდე, აი ესეთი ვარ.
აი ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ადამიანმა საკუთარ თავთან გულწრფელობა დაიწყო. ადამიანმა თქვა, რომ მე ესეთი ვარ სინამდვილეში, მაგრამ აი წეღანაც გითხარით და ეხლაც გაგიმეორებთ. ურთულესია ამის გაკეთება, როდესაც გული არის აი ამ კერპებით სავსე. ადამიანს, რომელსაც ცოდვები, ვნებები, საკუთარი მიდრეკილებები, ჩვევები და ამავე დროს თვისებები, რომელიც უკვე საძირკველად ჩადგმული არის ადამიანის გულში, აი ესენი იწყებენ წინააღმდეგობას ადამიანის გამოსწორებისათვის და ამიტომ აი სულ გვეუბნებიან ხოლმე და ისე იგი როგორ გავაკეთოთ, აი ეს არის გზა. ეს არის გზა, ღმერთი არის მხოლოდ ჩვენი შემცვლელი, ჩვენი შინაგანად საოცარი სიხარულის მომნიჭებელი და იცით როგორ არის, აი უნდა მინდოდეს ამის გაკეთება. აი ხლა მე მახსენდება მაგალითად, აი სანამ მარხვა დაიწყებოდა, არის პერიოდები ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ეს მარხვა, არა მხოლოდ მარხვას არ გულისხმობ მე, ღმერთს ახლო ვგრძნობდი. ეს იმიტომ არა რომ მე ვიყავი ასეთი, არამედ უფალი თავისი მოწყალებით ახლო იყო ჩემთან, ჩემს გულთან და თითქოს სიხარული დიდი იყო, მაგრამ ამ ცოდვამ, ვნებამ, საკუთარმა შინაგანმა ეგოიზმმა, პატივმოყვარეობამ იმხელა კერპები აღმიმართა საკუთარ გულში, რომ აი ამ ღმერთის დანახვის და ხილვის მდგომარეობა არ მქონდა ამის ძალა. თითქოს ღმერთი დიდი დანახეთი გაჩნდა ჩემსა და ღმერთ შორის და მარხვაც რო იწყება, მარხვის პერიოდშიც კი ეძალავები საკუთარ თავს ეჭიდავები და ერთადერთი რამაც ეს გადაწონა და რასაც ეს წონის არის რა გახსენება იმისა, რომ ღმერთო, რა კარგი იყო, როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით. რა კარგი იყო, როდესაც შენ ჩემს გულში იყავი და რა კარგი იყო, რა სიმშვიდე იყო, რა სხვანაირი სიხარული იყო, რა განსაკუთრებული ბედნიერებით იყო ჩემი გული მოცული. აი ეს უნდა გამახსენდეს მე და აი ამ ესე რომ ვთქვათ გახსენებამ, აი ამ ისევ ამის დაბრუნების სურვილმა უნდა გადაწონოს ჩვენი გულის აი ეს აიხლანდელი მდგომარეობა. და აი დიდი მარხვის ჟამი და დიდი მარხვის პერიოდი, ეს არის ზუსტად აღდგომის მზადება, ანუ ქრისტე რომ აღდგეს ადამიანების გულში და ისევ დაბრუნდეს ადამიანსა და ღმერთ შორის საოცარი ურთიერთობა, რომელიც ჩვენ დაკარგული გვაქვს. მაგრამ მე ხშირად ვსვავ კითხვას, ჯერ რომ არ გვიპოვია, ამას წინათ დავწერე კიდეც და დღესაც გეუბნებით, ვაი იმას, ვინც აი ამ გარეგნული ფორმების უკან აღარ ჩამოვთვლი იმას, რაც მაშინ მე ვახსენე, თუ კი ქრისტეს არ ეძებ ადამიანი და თუ კი ქრისტესთან ერთად ყოფნა არ გსურს ადამიანს. ვაი იმას, ვინც ტაძრებს აშენებს, ვაი იმას, ვინც მათ ლამაზად მოხატავს, ვაი იმას, ვინც გაამშვენებს ტაძრებს, მაგრამ ის ქრისტეს არ ეძებს. ვაი იმას, ვინც ყოველდღიურად თითქოს სწორი პოზიცია უკავია ქვეყნის სასიკეთოდ თუ ასე თუ ისე სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ის ქრისტეს არ ეძებს, რაც მთავარი არის. ვაი იმას, ვინც ასწავლის ადამიანებს თითქოს სწორი პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ ქრისტესთან არ არის ის ადამიანი და აი ჩვენი ერთადერთი თხოვნა ალბათ ღვთის წინაშე დღევანდელ დღეს და აი ამ მარხვის განმავლობაში და მთელი ცხოვრების განმავლობაში არის ის, რომ უფალო გევედრები აღზრდექი ჩვენს გულში ისევ და ისევ და ის ურთიერთობა, რომელიც ჩემსა და შენ შორის, როგორც პიროვნებათა შორის იყო სულიწმინდის მადლით, ისევ დააბრუნე ჩემი გულის მდგომარეობაში და პირდები, რომ ამ მდგომარეობისათვის, ამ მარგალიტისათვის, ამ საოცარი მოკლედ სიმდიდრისათვის ბოლომდე ვიბრძოლებ და აღარასოდეს არ აღმართავ ჩემს გულში აი ამ ცოდვისა და ვნებისაგან გამოწვეულ კერპებსა და ისე იგი ბაბილონის გოდოლის მსგავს შენობებს. ღმერთმა ამისი ძალა მოგცეს ყველას ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო და ეს ასპარეზი მარხვისა ისევ მსგავსი გულს მოდგინებით. ლოცვით ღვთის წინაშე, სიმდაბლით, მორჩილებით, გულმოწყალებით, ერთმანეთისადმი სიკეთითა და მოკლედ ქრისტესადმი დამსგავსებით განვლიოთ ყველა. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფოთ ყველა.